თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე. ეს არის ქოშიგორა, თბილისიდან ფაქტურად თბილისის ერთ-ერთი გარეუბანია. ეს არის საბურთალოს რაიონია და კაპთან ძალიან ახლოს. აგერ ცხეთა თბილისის გზა ჩანს, აქედან ძალიან კარგი ხედი იშლება, ჩანს ჯვარი ჩანს, სვეტი ცხოველი ჩანს და ჩანს სარკინეთის მთა. ეს არის ძალიან აგერ ჩანს აგერ ზედაზენის ჩანს. აქედან ეს ამ ადგილიდან, ამ საოცარ ადგილიდან უნდა წავიყვანო ჩვენი გადაცემა. მე მგონი კაი გამოგვივა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხედია, კარგი ხედი იშლება თბილისის ჩანს იქით მხარეს. აქ არის ეკლესია, რომელიც ჯერჯერობით თბილისით ძალიან კარგად ჩანს. და აქედან რამოდენიმე გვარი წავიყვანოთ, გვარის ისტორია გაგაცნოთ ამ ადგილიდან. დიახ, ქოშიგორა ამ ეკლესიასთან დაკავშირებულ რაღაც ისტორიულ მოვლენებზე დღეს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ უახლოეს ხანში ალბათ გაგაცნობთ ამას. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ დღეს სულ შემთხვევით ჩვენ სხვანაირად ხოდა დაგეგმილი დღევანდელი გადაცემის ჩაწერა, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრეთ და მოვედით აქ. ამიტომ ამ ეკლესიის და ამ ადგილის სალაპარაკო დღეს გზად არა ვარ, ასე ვთქვათ. ასე რომ მაპატიეთ ალბათ და მომავალ გადაცემებში ალბათ შევეხებით ამ ყველაფერს და ვილაპარაკებთ. დღეს ძირითადად ორ თემაზე მოგვიწევს ჩვენ საუბარი. ერთი არის რა თქმა უნდა ტრადიციულად გვარები და შემდეგ მინდა კიდე ცოტა რა მეტი ორი-ორი სიტყვა გელაპარაკოთ გერბებზე. ეხლა მინდა გვარები გაგაცნოთ, პირდაპირ დავიწყოთ რა. ნინიაშვილმა მე TikTok-ზეც მაქვს, ალბათ ვინც მადევნოს თვალყურს, ნახავთ რომ TikTok-ზეც საკმაოდ მრავლად ყავს ნახველები და ისინი გამომწერები და ძალიან ბევრი მოწონებებიც მაქვს და ძალიან ბევრი ისინი მოგდის, რა ქვია, წერილები მოგდის თქვენგან. შეძლებს დაგვარად ვახერხებ რომ პასუხი გავცე იმ დასმულ კითხვებს, რასაც თქვენ მე მისვამთ და რაც გაინტერესებთ. ძალიან ბევრი გვარი გავაჟღერეთ უკვე. ერთ-ერთი ასეთი გვარი იყო ნინიაშვილი, რომელმაც მოგწერა აინტერესებდა თავისი გვარი და გაუკეთე ეს გვარი და აღარ შემეხვიანა. მინდა რომ ეს გაუგზავნო, აგერ მე ამ სახით მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ენციკლოპედიური სტილი მივეცი ამ სულ ყველაფერს და ორი-ორი სიტყვით მინდა ამ გვარზე გელაპარაკოთ. ეს გვარი არის ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში, აზნაურულ წოდებას განეკუთვნებიან. გვარის ფულზე უკავშირდება სახელწოდებას ნანანი, რომელსაც ძველი წყაროები იხსენებენ როგორც ერთ-ერთ დიდსა და გავლენიან თემს ჯავახეთში. ნანანთა შთამომავლები მოგვიანებით იწოდებოდნენ ნანანიანებად, ხოლო მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდა გვარის ფორმა ნინიაშვილი. სახელი ნინიაშვილი პირველი წერილობითი წყაროების დოკუმენტებში მე-17 საუკუნეში გვხვდება და მას შემდეგ უწყვეტად გვხვდება როგორც სამწუხარზე, ასე სასულიერო და სამეურნეო მოღვაწეობაში. ისტორიულ ქრონოლოგიას გაგაცნობთ ახლა ამ გვარის შესახებ. მე-17 საუკუნე 1660-იანი წლები ნინიაშვილთა გვარი უკვე ფიქსირდება როგორც აზნაურთა შორის ცნობადი და გავლენიანი გვარი. 1679 წელს ქართლის სამეფოს დოკუმენტებში მოხსენებულია ნინიაშვილთა მამული,
რაც გვიჩვენებს, რომ ისინი ფეოდალურ სისტემის ფარგლებში მემუვლები იყვნენ. 1999-93 წელს გიორგი ნინიაშვილი ჩამოთვლილია სამხვრანოს აზნაურთა სიაში. 1699 წელს ნიკოლოზ ნინიაშვილი ფიქსირდება როგორც აზნაური, რომელსაც ევალებოდა სამეფო სამსახური. მე-18 საუკუნეში 1720 წლებში ნინიაშვილები მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს ადგილობრივ სამხედრო სამეურნეო საქმიანობაში. 1730-1740 წლებში დადასტურებულია ნინიაშვილთა მონაწილეობა ჯავახეთსა და ქართლის სასულიერო საქმეებში. 1750-1760 წლებში გვარი უკვე მკვიდრად არის დაკავშირებული როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააზნაურო გვარი, საგვარეულო. მე-19 საუკუნეში საკმაოდ ეფექტურად მოღვაწეობდა ეს გვარი. 1801 წელს ქართლის სამეფოს რუსეთის არმიის იმპერიის მიერთების შემდეგ ნინიაშვილები აზნაურობად ჩაწერეს იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებში და გეორგიევსის ტრაქტატში არის ეს გვარი დასახელებული. კიდე 1820-1830 წლებში იყვნენ სასულიერო პირების სამეურნეო მოხელეები, სასულიერო პირები და სასამეურნეო მოკლედ სოციალურ მდგომარეობით ეს გვარი არის აზნაურული გვარია, რომელსაც უყურებენ სამეფო ხელისუფლებას, ისე თემს ემსახურებოდნენ. სასულიერო პირები ყავდათ, ღლები და დიაკვნები, მემამულეები იყვნენ, რომელსაც ეკისრებოდა სამხედრო სამეურნეო ვალდებულებები. მათ საგვარეულო პირები ძირითადად ჯავახეთში, ქართლში და დმანისში იყო. გავრცელება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ნინიაშვილთა გვარი განსაკუთრებით გავრცელდა დმანისში, ქარელში, ქართლსა და თბილისში. ნინიაშვილები ერთ-ერთი უძველესი ქართული აზნაურული გვარია, რომლის ისტორია დადასტურებულია მე-17 საუკუნიდან. ისინი ყოფის იყვნენ სამეფო ხელისუფლებასთან დაკავშირებული აზნაურები. ასრულებდნენ თავიანთ სოციალურ ვალდებულებებს და გამოირჩეოდნენ როგორც სამხედრო, ასევე სასულიერო სფეროებში. ეს იყო სულ რაც ნინიაშვილებს უნდა გვეთქვა. შემდეგი გვარი, რომელიც საკმაოდ ცნობილი გვარია და საკმაოდ ძლიერი გვარია და ძალიან ესეთი დაღი დაასვეს საქართველოს ისტორიას და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. ეს არის აბაშიძეების ძალიან ცნობილი გვარი, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით და თავიანთი სიძლიერით ესე იგი ტოლს არ უდებდნენ არც ერთ საგვარეულოს, დიდებულ საგვარეულოს საქართველოში. ის კი არა, ესე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმეჯერ ესე იგი იმერეთის ტახტზეც კი ესე იგი ჰქონდათ პრეტენზია და რამდენიმეჯერ ტახტზე ავიდნენ კიდეც დაიკავეს კიდეც იმერეთის სამეფო კარის სამეფო ტახტი. ფეოდალურ საგვარეულო ქართლში, კახეთსა და განსაკუთრებით იმერეთში მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილნი. მე-17-18 საუკუნეებში ერთ-ერთი უძლიერესი თავადური სახლი იყო. მათ ხელში მოექცა 70-ზე მეტი სოფელი, ციხესიმაგრები და მონასტრები. ხშირად წყვეტდნენ იმერეთის ტახტის ბედს. გიორგი მალაქი აბაშიძე 1701-1707 წლებში ფაქტურად მართავდა იმერეთს. მისი ძმა ლევანი და შთამომავლები მონაწილეობდნენ სამეფო დინასტიურ ბრძოლებში. აბაშიძეები მე-18 საუკუნიდან ქართლს და კახეთშიც დამკვიდრდნენ, ნაწილი კი ბათუმის მხარეში გამახმადიანდა და ოსმალეთში საჯაყბეკობას მიიღეს. გვარის გამორჩეული წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვახტანგ აბაშიძე, ვახტანგ მეექვსის მომხრე ივანე აბაშიძე და სხვები ძალიან ბევრი მრავალი სხვა. ამ გვარზე არ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ ძალიან ის და ძალიან ბევრია ცნობილი და ამიტომ მოკლედ შემოვიფარგლები. სადაც მოკლედ მინდა რომ იმიტომ რომ ეს ჩვენი ფორმატი, რა ფორმატი ჩვენ გაგვაჩნია ამ გადაცემის ცლად, ესე იგი ნებისმიერი გვარის ცლად წარმოჩენის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ერთი პროექტი მაქვს ასეთი თითოეულ გვარზე დაუშვათ შეიძლება ვილაპარაკო ადამიანმა და იქ უკვე ცლად განავცეს ყველაფერი და თითოეული გვარი თუ გაინტერესებს თქვენ, მაგრამ ადამიანების და ხალხის და მოთხოვნა ისაა რომ ყველას აინტერესებს თავის საკუთარი გვარი და ამიტომ მიჩვენია მოკლედ გელაპარაკო და ძალიან ბევრ გვარზე ვილაპარაკო. შემდეგი გვარი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს აგიაშვილების გვარია, ფეოდალურ საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ იმერეთის სამეფო კარზე. მე-18 საუკუნეში სოლომონ მეორის დროს იმერეთის სამეფო სამხედრო ძალას სამი სარდალი ხელმძღვანელობდა. წერეთელი, წორუკიძე და აგიაშვილი. თავადი აგიაშვილი ოკრიბის მხარის სარდალი და ციხისთავი იყო. ის ხელში იყო რამოდენიმე ციხესიმაგრის მართვა. საგვარეულო სამხედრო დროშა თეთრი და ჩალისფერი ქსოვილისგან იყო შესრულებული, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი, ბზე და მთვარე. დროშა აბრეშუმის ზონარით იყო დამაგრებული ხის ტარზე. განსაკუთრებით სახალგათქმულია ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც
1794 წელს ხელს აწეს პატრე პავლე პოტიემკინისათვის გაგზავნილ წერილს, სადაც თავადები ხსნიან დავით გიორგიძის გამეფების მიზეზებს. აგიაშვილები ერთგულებით და სიმტკიცით გამოირჩეოდნენ მეფის სამსახურში. ეს არის ძალიან კაი გვარია. შემდეგი გვარი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, ანდრონიკაშვილების გვარი. ახლა ესე გამოდის, რომ სულ თავადაზნაულ გვარებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ასეც მათაც აქვთ არსებობის უფლება ამ გვარებს და ამ გვარის წარმომადგენლებს და ამიტომ ეს ერთადი ნაწილი მაინც თავადაზნაულ გვარებს უნდა დაუთმოთ. აგიაშვილი ანდრონიკაშვილები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი თავადური საგვარეულოა, რომ გადმოცემით ისინი ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკო კომნენოსის შთამომავლები არიან, რომლის შვილი ალექსი მე-12 საუკუნეში კახეთში დამკვიდრდა. გვარს ეკავა ქიზიყის და მართლობის მეურვეობა. მოგვიანებით კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო როლი შეასრულეს ქართლ-კახეთის სამეფოში. ანდრონიკაშვილები მუდამ ერთგულებდნენ მეფეთა და ქვეყნის სამსახურში, მათ შორის გამოირჩეოდნენ სადლები აბელი და თამეს ანდრონიკაშვილები, ასევე არტილერიის მეთაური პაატა ანდრონიკაშვილი. დღესაც ეს გვარი ასოცირდება ქვეყნის ისტორიულ წარსულთან და სამეფო ტრადიციებთან. შემდეგი გვარი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის ბალხამიშვილების გვარია. ბალხამიშვილთა გვარი მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება. ფესვები უკავშირდება სახელგანთქმულ მებრძოლ ბალხამს და ქავთარაძის და ოჯახს. უძველესი დროიდან სახლობდნენ ავჭალასა და ბალაანში. ფლობდნენ მიწეს, წისქვილს, სკოლასაც კი ჰქონდათ გახსნილი საკუთარი სახლში. გვარში ტრადიციულად მრავლად იყვნენ სასულიერო პირები და ოსტატები, ხოლო ახალ დროში სამხედრო ავიაციის სამი თაობის წარმომადგენელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2008 წლის ომის გმირი კაპიტანი ალბერტ ბალხამიშვილი. ბოღოველები საოცრად საინტერესო გვარია. ბოღოველთა გვარი სათავეს სოფელ ბოყვადან, ზემო რაჭიდან იღებს. მე-18 საუკუნიდან ისტორიულ საბუთებში მოიხსენიებიან, ძირითადად როგორც საეკლესიო გლეხები. მათ შესაწერი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს გადაეცემოდა, რაც დღემდე შემორჩენილ სიგელებშიც დასტურდება. სამხედრო ვალდებულებით თითოეული კომუნიდან ერთი კაცი გამოდიოდა ლაშქარში. ბოღოველები იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, როგორც იმპერიის სამეფოს ლაშქრის ნაწილი. შემდეგი გვარი არის გაბრიჭიძეების გვარი, წარმოშობით იმერეთსა და სამეგრელოს უკავშირდება ეს გვარი. გვარის ფუძედ სახელი გაბრიჭი ან გაბრიელ მიიჩნევა. მე-17 საუკუნიდან საბუთებში იხსენებიან როგორც სამეურნეო და სამხედრო ბეგარის გამცემები. მე-18 საუკუნეში კი უკვე იმერეთის ლაშქრის წევრები იყვნენ. მე-19 საუკუნეში მოიხსენებიან აზნაურებად და იმერეთის აჯანყებაში მონაწილეობდნენ. მეორე მსოფლიო ომში მრავალი გაბრიჭიძე გმირულად იბრძოდა. დღეს ისინი ცხოვრობენ ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, თბილისსა და ბათუმში. გაბრიჭიძეები ერთ-ერთი ძველი და ღირსეული ქართული გვარია. გალდავაძეები ეს არის ერთძირიანი გვარია. სათავეს მე-17 საუკუნეში იღებს სვანეთიდან გადმოსახლებულ გარდაფხაძეებისაგან. თავდაპირველი ფორმა გარდავაძე დოკუმენტებში მე-17-მე-19 საუკუნეში ხდება, ხოლო მე-19 საუკუნიდან დაკვირვდა გარდავაძის ფორმით. გვარის პირველი საცხოვრისი სოფელი ივან დიდია, იმერეთში არის ეს სოფელი. 1600 წლის სხონის საყდრის დავთარში პირველად იხსენიება გარდავაძეების ერთი კომლი. მე-18 საუკუნეში სოლომონ პირველის შეწრულობის წიგნში უკვე რამოდენიმე კომლი ფიქსირდება, ხოლო მე-19 საუკუნეში მეტრიკულებში გვარის სხვადასხვა შტოს აღწერს. გარდაფხაძე გარდავაძეების სვანური შტო თავადურ წოდებას ინარჩუნებდა. იმერულ შტოში კი საეკლესიო და საბატონო გლეხებად ითვლებოდნენ. მიუხედავად სოციალური განსხვავებისა, ყველა ერთი წინაპრის შთამომავალია. ეს რატოღაც ეს მინდა ამ გვარზე ცოტა გამოვმახვილო ყურადღება. ეს არ ამგონია, რომ ეს სწორი იყოს გარდაფხაძეებთან მათი ნათესაური კავშირი. ერთი იმიტომ, რომ როცა ხდებოდა ანუ ესე იგი გახიზუნა ხიზნის ანუ ერთი სამეფოდან ან ერთი სამთავროდან გადასვლა მეორე სამთავროში, ანუ ხიზნები ხდებოდნენ თავადი ერთი საფეხურით კნინდებოდა საერთოდ წოდება. და გარდაფხაძე თუ დავუშვათ წამოვიდა და აღას აქვს თავისი ისა რა ქვია მაგას რაღაც შეიძლება წინაპირობა ქონდა იმისა, რომ ეს გვარი წამოსულიყო მართლა იმიდან, რა ქვია სვანეთიდან. გარდაფხაძე მაშინ იმერეთში უკვე ჩამოსული და ჩამოსახლებული გარდაფხაძე გლეხი არანაირად არ იქნებოდა, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა. ის კანონების მიხედვით, იმდროინდელი კანონების მიხედვით, კანონმდებლობის მიხედვით ყველავარეთში აზნაური უნდა ყოფილიყო და
აი ამ საბუთების მიხედვით ესენი ამბობენ, რომ ეს პირდაპირ გლეხი გახდა, ესეთი რაღაცა ისტორიაში არ ხდებოდა და ეს შეუძლებელია. ამიტომ გარდამხაძეებთან გალდავაძეების ნათესაური კავშირი ეს არ მგონია მართალი იყოს, თუმცა ამის ყველაზე კარგი შემოწმება და დადასტურებულად თქმა ამისი არის ესე გენეტიკური კვლევის ჩატარება. მე უფრო სხვა მაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, უფრო გალდავასთან ვაკავშირებ ამ ყველაფერს, იმიტომ გალდავა და გალდავაძე ფაქტობრივად ერთი ძირი აქვს ამა და წარმომავლობას მე მგონია რომ ეგივე აქვს, უფრო ძველი ფორმა არის გალდავა, იმიტომ რომ გალდავა უკვე ესე იგი მე-15 საუკუნეში სააღაპე წინში იერუსალიმის სააღაპე წინში არის მოხსენებული როგორც ერთ-ერთი შემწირველი. და აქედან გამომდინარე მგონია რომ ეს გალდავა და გალდავაძე უფრო ახლოს არიან და ენათესავებიან ერთმანეთს, ვიდრე გარდამხაძე და გალდავაძე. ეს ჩემი პირადი აზრია, მე არავის არ ვხოვ ამ ჩემს აზრს. ამის გადამოწმება მხოლოდ შეიძლება გენეტიკური კვლევის შემდეგ. გენეტიკური კვლევა აჩვენებს გალდავაძეების და გარდამხაძეების, ესე იგი თუ იდენტური ისინი აღმოაჩნდათ, რა ქვია, გენეტიკური კოდი აღმოაჩნდათ და ჰაპლოგენი აღმოაჩნდათ, ну, რა თქმა უნდა, თუ არადა მაშინ უნდა ეძებონ გალდავაძეებთან, გალდავებმა უნდა ეძებონ ერთმანეთში ნათესაური კავშირი. შემდეგი გვარი არის გოქსაძე, ანუ გოქაძე. ეს ერთნაირი გვარი, რომლის სახელის ფორმები გოქსაძე და გოქსაძე რუსულობის დროს ასოთან ცნობები ჩამოყალიბდა. ზოგი მკვლევარი გვარს ვახტანგ გორგასას უკავშირებს. ეს თოდა ლეგენდების მოყვარული ხალხია ჩვენ ქართველები და ძალიან ბევრი თითოეული ჩვენგანის თქვენ გვინდა რომ თითოეული გვარი ეს განაცვლია, ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამაყი ხალხი ვარ და თითოეული გვარი საქართველოში, იმიტომ ამოვკიდეს რომ ყველა გვარი საქართველოს ისტორიულია და ყველა გვარს უნდა რომ თავისი გვარი უკავშირდებოდეს რაღაც ძალიან დიდ მოვლენას და აქედან გამომდინარე ამ გვარის იმაშიც, რა ქვია, აი გადმოცემაში და თქმულებაშიც არის ესეთი რაღაცა გაჟღერებული, რომ ვახტანგ გორგასლიდან მოდის ჩვენი გვარი. ერთმანეთს მართლა ასე იყოს, მაგრამ ამას გადამოწმება უნდა და ძალიან კარგია ესეთი რაღაცები კარგია ძალიან. ესე იგი ეს გვარი არის ორი შტო არსებობს იმერეთში დაფუძნდა ორი გვარი მე-15 საუკუნეში დაფუძნდა ეს გვარი, ესე იგი ორ შტოთ, ერთი იმერეთში ცხილნარში ფუძემდებელია ზაუტა გოქსაძე და რაჭაში ხონჭიორში ფუძემდებელია ბერი გოქსაძე. მე-13 საუკუნეში ისინი მჭიდროდ ინარჩუნებდნენ ნათესაურ კავშირს. ცნობილია რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი სიმონ გოქსაძე, რომელიც ბიოგრაფიას გვარის ისტორიას ამდიდრებს და სეით გოქსაძე საქართველოს სამხედრო გზის მთავარი ინჟინერი. და გავრცელებულები არიან, ეს გვარი გავრცელებულია რაჭაში, იმერეთში, კახეთსა და დაუშვათ აფხაზეთშიც კი არიან. ეს იყო სულ ის, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის ამ გვარებთან დაკავშირებით. ახლა მინდა მეორე საკითხზე გადავიდე, რომელიც არანაკლებ საჭიროა როტოა და არანაკლებ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს საქართველოში შემოვიდა ასეთი მოდა ტენდენცია გერბების ძალიან ბევრ გვარს უნდა გერბები გქონდეთ. ეს არის ეს გერბი მარტო ლამაზად შესრულებული რაღაც ნახატი არ არის, რომელზეც რასაც გინდა მაგას დაახატავ, ასე თქვა. ეს უფრო მხატვართთან არის კატეგორიიდან და გერბი არის ურთულესი მეცნიერება, ჰერალდიკა, რომელიც ესე იგი შეისწავლის სიმბოლოებს. ძირითადად სიმბოლოებით არის ასე თქვა გადატვირთული გერბები. გერბი რა არის? გერბი რო მე მრავალჯერ მithქვი ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, გერბი არის შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული მოვლენაა. გერბი არის ფარი, ელემენტარული ფარია, რომელიც ორ რაინდს ერთმანეთთან შერკინების დროს, როცა ესე იგი ერკინებოდნენ ერთმანეთს ასპარეზობებში, ეკავათ ხელში და რა თქმა უნდა, ალბათ გეცოდინება და კინოებშიც გააქვთ ნანახი და ნასწავლის გექნებათ ალბათ. ესე იგი აღჭურვილი იყვნენ, ესე იგი აბჯარში იყვნენ და აბჯარში აი ამ რაინდების ცნობა შეუძლებელი იყო. ამიტომ ესე იგი მეფესო გაეჩია ორი რაინდი ერთმანეთისაგან, ფარებზე შემოიღეს ესე იგი სხვადასხვა ფერების აღნიშვნები.
ესე იგი მეფე ჰერალდიკოსი, ესე იგი ჰეროლდი ყავდა გვერდით, რომელიც გერბებს, ესე იგი გერბებით იყო დაინტერესებული და გერბებს სწავლობდა, რო შეხედავდა დაუშვათ ორ რაინდს ეთყოდა ეს არის ამგვარი წარმომადგენელი, ეს არის ამგვარი წარმომადგენელი. შემდეგ ესე იგი იმდენად დიდი მოწონება ყოვა და ისე გავცედა ეს ყველაფერი და ესე გადაიტვირთა ეს ფერებით, ეს ისინი გერბები, უკვე ჰერალდიკოსებმა დაიწყეს ფიქრი იმ ნიშნების, რაიმე ნიშნების, ესე იგი ეს ფერები ჩაენაცვლებინათ რამე ნიშნები. ხო და აი თითოეულ ახლა რასაც თქვენ უყურებთ ახლა გერბს, დაუშვათ ყველაფერს აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა, ყველა დეტალს, ყველა ის ნიშანს, ეს არის ესე იგი ჰერალდიკური ისინი აქვს მაგას ნიშნები და არაჰერალდიკური ნიშნებია. ჰერალდიკური ნიშნები არის ფერები, რომლებიც და ხაზები და დაუშვათ სხვა ფერები, დანაყოფები, გერბის დანაყოფები, ანუ ფარის დანაყოფები და შემდეგ ესე იგი უკვე წამოვიდა ნიშნები წამოვიდა, ანუ არაჰერალდიკური ნიშნები, სიმბოლოები, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული რაღაც განმარტებები აქვს. ახლა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ხატავს, ქმნის გერბს ჭყალებში ეძახი, მაგას გერბი არ ქვია. აი როგორ აიცით, არის ოჯახის გერბი, არის პირადი გერბი, არის ადმინისტრაციული გერბი, არის გვერდის რამოდენიმე სასებობს სახეობა და არის ტერიტორიული გერბი, რომელსაც ტერიტორიული გერბს ზევიდან ადევს, ესე იგი უნდა ჰქონდეს გვირგვინი დაუშვათ თუ იმას აქვია აი პირად გერბს, ან და საგვარეულო გერბს, ან ოჯახის გერბს, ესე იგი გვირგვინი ადევს თავზე და ეს გვირგვინის მრავალნაირია, არის თავადური გვირგვინი, არის აზნაურული გვირგვინი, დაუშვათ დასავლეთ ევროპაში ამას ჰქონდა ჰერცოგის გვირგვინი, მარკიზის გვირგვინი, დაუშვათ შევალიეს გვირგვინი, გრაფის გვირგვინი, აქედან გამომდინარე, როგორც კი შეხედავდი გვერდს, უნდა მიხარიყავი რა წოდების იყო ესა თუ ის ოჯახი ან ესა თუ ის პიროვნება. ასევე როცა რუსეთიდან შემოვიდა საქართველოში ჰერალდიკა და გერბცოდნეობა და გერბები საერთოდ და ჩვენს მე-13 საუკუნიდან საქართველოში უკვე ინტენსიურად დაიწყო ეს ყველაფერი. ახლა ამაზე აღშევჩენდები და დეტალებში არ მოგიყვებით ამას ყველაფერს, ეს შემდეგ გადაცემების თემა იყოს. მოდი ერთი რაღაცა მინდა თქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ესმის მე რომ ლამაზა ჩანს ის უკან მანტია რომ არის დაუშვათ მანტია, მაგრამ მანტია არის თითოეულ თქვენგანის გვარს, არ ჩემ გვარს არ ეკუთვნის, იმიტომ რომ სტატუსიდან გამომდინარე ისეთი გვარებს ეკუთვნით ესეთ გერბებს, რომლებიც თავადური წარმომავლობის არიან. არის ნამეტები, არის ბურლეტები, რომლებიც გამოარჩევენ და არის გვირგვინი, რომელიც და მუზარადი, რომელიც მიხედვითაც უნდა გაარჩიო. ესა თუ ის გვარი თავადურია, აზნაურულია, თუ დაუშვათ გლეხური გვარია. ეხლა ძალიან ბევრი გვარი, ესე იგი თავზე ადგას, ესე იგი რაღაც ციხესიმაგრის ფორმის რაღაცა გვირგვინს, რომელიც დაუშვებელი ეს არ არის საგვარეულო გერბისთვის დამახასიათებელი რაღაც ნიშანი, ეს არის ადმინისტრაციული გერბისთვისაა დამახასიათებელი ეს ციხესიმაგრეები გერბზე ზევიდან რა და მოაკეთეთ, თუ არ იცით, თქვენ თუ არ იცით, შეეკითხეთ ისეთ ადამიანს, რომელმაც ეს იცის, იმიტომ რომ სასაცილო სიტუაციაში ჩაიგდეთ თავს, იმიტომ რომ გერბი არ არის ესა და ამიტომ ვიღაცა ცოდნე გადახედავს ამას, მოგტება სიცილით. მაპატიეთ, რომ ესეთ საკითხებზე მიწევს თქვენთან საუბარი, მაგრამ ალბათ უნდა ითქვას. ისე საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს იმას, რომ გერბი ესე იგი გერბი არა გაქვთ, გერბის ტარების უფლებაო და ეს არის დაუშვებელი და ისაა, იმიტომ რომ მეფის პრეროგატივა, კი ბატონო, მეფის პრეროგატივა იყო, როცა მეფე ყავდა, მაგრამ ეხლა რაც აკრძალული არ არის, ეს ყველაფერი დაშვებულია, ეს ერთი. და რახან ესე იგი გვიგზავნოს კანონმდებლობა გერბის არ ქონას, ესე იგი გერბის ქონა შეიძლება. ეს ერთი. და მეორე, თუ რუსეთში ან კიდაც დასავლეთ ევროპაში შეიძლება ეს ჩვეულებრივად არის და არანაირი მეფის პრეროგატივაში აღარ შედის ესა, ანუ ესე იგი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ეს თავისი ოჯახის და თავისი გვარის და თავისი ეროვნული რაღაც ნიშნებიდან გამომდინარე რაღაცა სიმბოლოები, რაღაცა ლამაზად შესრულებული. ნახატი რატომაც არა იყოს ასე,
ეს არის ჩვეულებრივი ამბავია და ეს არის ძალიან კაი ამბავი და რაც, მაგრამ უნდა იყოს სწორად შესრულებული უნდა იყოს ეს ყველაფერი. თუ სწორად შესრულებული იქნება და არ იქნება ის ასე თქვათ როგორ გითხრათ, არ ვიცი, ესე იგი დარღვევა არ იქნება ეს ყველაფერი, რატომაც არა. მოკლედ ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბი. მე გახლავართ ლევან ბერაი, ამ კლუბის ერთ-ერთი წევრი. ჩვენი გადაცემა არის სამეფო კლუბის გადაცემაა საქართველოს ისტორიული გვარები და გადის YouTube არხზე. ვისაც გაინტერესებს თქვენი გვარი და ესეთ საკითხებზე გინდათ, ესე იგი ვისაუბრო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, საქართველოს სამეფო კლუბის არხი, YouTube არხი, ლევან ბერაის ავტორო გადაცემა, საქართველოს ისტორიული გვარები. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მე